სუცოტახაშის გამზირზე დაკავებული პირების პროცესი სავარაუდოდ დღის განმავლობაში საქალაქო სასამართლოში ჩაინიშნება, მას შემდეგ რაც შუამდგომლობით შევა შინაგან საქმეთა სამინისტრო, ამჯერად რას მოითხოვს გელაგელაძის უწყება, სუცოტახაში გახდება ცნობილი არსებული ინფორმაციით დაკავებული პირები დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორში არიან მოთავსებულები, მათთან სუცოტახაში უფლებადამცველები შევლენ და ამის შემდგომ გახდება მათი პოზიცია ცნობილი. ჩვენ გადავიღეთ დაკავების კადრები გუში გელაგელაძის უწყების თანამშრომლები იმ ადამიანებს, რომლებიც რუსთაველის გამზირი გადაკეტეს ქუჩა-ქუჩა დაძდევდნენ და სწორედ ამ მეთოდით ცდილობდნენ, რომ დაეკავებინათ ისინი. ორი პირი არის, როგორც ჩვენთვის არის ცნობილი დაკავებული, რომლებიც როგორც უკვე გითხარით, დროებითი მოთავსების იზოლატორებში ყავთ გადაყვანილი. ერთ-ერთ პირს, რომელიც თავისუფლების მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს, რომელიც არის საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი, მას გზის გადაკეტვას ედავებიან ადმინისტრაციულ სამართალ დარღვევას, რომელიც 15 დღემდე პატიმრობას ითვალისწინებს. მეორე პირი კი 70 წლამდე მამაკაცი, რომელიც გუში რუსთაველის გამზირზე იდგა, როგორც თავად ამბობს ჩვენთან საუბარში, მან რამდენიმე დღის წინ დატოვა დროებითი მოთავსების იზოლატორში. ის ერთხელ უკვე დაკავებული ყავდათ გზის გადაკვეტვის ბრალდებით და შესაბამისად ახლა არ არის გამორიცხული, რომ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რადგან ამ ახალი რეპრესიული კანონის მიხედვით ამ დანაშაულის განმეორების შემთხვევაში წარმოება ამ შემთხვევაზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობით ისჯება. სულ ცოტა ხანში უკვე ჩვენ გვეცოდინება დაკავებული პირების პოზიცია და ის თუ რას ითხოვს შინაგან საქმეთა სამინისტრო დაკავებული პირების აღკვეთ ღონისძიებაზე. რატომ აკავეთ მეგობრებო, შეგიძლიათ გითხრათ? იქნება მითხრათ რა. ბოდიში. გამოეცალე. სახელი დაგვარი მითხარით რა ვიხართ რა რა ვარ მეთეშაშვილი გუშინი გამოიწიე. ხუთღიანში ვიჯექი ფოთში სამიყვანეს და გუშინი გამოვედი და რა მიყავდი. ზის გადაკეტვის გამო. ზის გადაკეტვის გამო დააკავეთ? სადმე გაცავთ, სადმე ყავი მარჯვენა. სადმე მარჯვენა სახელი. მაკავი. ტერორისტი. რატომ მაკავი? რატომ მაკავი? რატომ მაკავი? პოლიციის სულ ცოტა ხანში საქალაქო სასამართლოს მოსამართლე იმსჯელებს დაკავებული პირების აღკვეთ ღონისძიებაზე. პროცესი რა თქმა უნდა მედიისთვის დახურული იქნება. ესეც არის ერთ-ერთი რეპრესიული კანონი, რომლის მეშვეობითაც მედიის წარმომადგენლებს პროცესების გადაღების შესაძლებლობა არ გვაქვს, თუმცა რა თქმა უნდა მაყურებელს უფრო მეც მოუყვებით შემდეგ გამოშვებებში დაკავებული პირების პოზიციაზე და იმასთან დაკავშირებით თუ რა პოზიცია ექნება ამჯერად ძალოვანი უწყების თანამშრომლებს შუამდგომლობასთან დაკავშირებით.